მაშინ ასე ვაგზელებთ მეგობრებო თამაშს, სადაც გავჩერდით, ისე იქიდან ვაგზელებ ჩაწერას. ესე იგი, მთავარ მისიაში ვართ ისევ დაბრუნებული და მთავარი მისია არის ის, რომ დავიბრუნოთ პენელოპას სუდარა. ეს არის ელპენორის მიერ დავალებული. ელპენორმა დაგვავალა, რომ ოდისევსის სასახლიდან, ციხესიმაგრიდან, რა ვიცი, როგორც გინათ ისე დავარქვათ. აქ არიან ყაჩაღები, რომლებმაც ელპენორს მოფარეს პენელოპას, ესე იგი ოდისევსის ცოლის სუდარა. მაგას ამოსელი, ან ქსოვილი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. ბარემ ავიღოთ ეს კივრი. და აქ არიან ის ყაჩაღები, რომლებსაც აქვთ ეს სამოსელი, ეს სუდარა. შესაბამისი დონე უკვე ავკრიფეთ, მეხუთე დონე გვჭირდებოდა ამ მისიის შესასრულებლად და მეხუთე დონეც გვაქვს. ახლა კი აი იმ პიროვნებას აქვს მეთაურს ეს სუდარა. მოდი ეს კაცი მოვიშოროთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. უაზროდ არ შეგვიშალოს მე ხელი. ეს ერთი მოვიცილეთ, ახლა ბარემ ეს მეორეც. ძალიან კარგი და ახლა თვითონ მეთაურს დავესხათ თავს. ეს ერთი დარღვით არ მოკვდა. იმიტომ რომ მეთაურია, ძლიერია. ასე ვთქვათ, ელიტარული მებრძოლია, მაგრამ არც ისე ძლიერი. ავიღოთ სუდარა. კი ბატონო. ბარემ აქავართ და ესენიც შევასრულოთ. სკივრებიც ავიღოთ, რაღაც ძველი ქვა არის სასაღები, ქვისფილა და რაღაც კიდე ძველი ფილა არის, კიდე რაღაც ქვისფილასავით. ცოტა სხვანაირი. ერთი ქვისფილა იქით არის, მოდი ის ავიღოთ. ასე ვერ ავიდა, რატომ? კარგი, ცოტა სხვა მხრიდან ავიდეთ. ესეც ასე, აი. ეს ლურჯი ქვისფილაც ავიღეთ. ახლა აი კიდე რაღაც ერთი ქვისფილა იქით არის, ცოტა ქვევით. ისრები აღარა გვაქვს, ავიმატოთ ბარემ. ეს კაციც მოვიშოროთ. ვინდა გვინახა. აგერ ქვისფილა. ესეც ავიღეთ, ძალიან კარგი და ახლა ერთი სკივრი დაგვრჩა ბარემ და ორი კურდღელი ერთად დაჭერილია. პენელოპას სუდარა უკვე გვაქვს. მაგრამ ბარემ აი სკივრიც და შესრულებული იქნება, აქ აღარ ვიქნებით მოსასვლელი მეტად. აქ ცოტა ბრძოლა მოგვიწია. თუმცა არ არიან ძლიერები, მოვერევით. აი რაც მეხუთე დონეზე ავედით და აბჯარი ავისხით, იარაღები უკვე ბევრი კარგი აღჭურვილობა, ხელმისაწვდომი გახდა. და ძალიან კარგად გავძლიერდით. ბრონიც კარგად მოგვემატა, კარგი შუბიც გვაქვს. ასე რომ თამაში საინტერესოც გახდა და როცა უკვე ძლიერი ხარ, საინტერესოა რა თქმა უნდა. წავედით ახლა ელპენორთან, მივტანოთ ეს სუდარა, ეს სამოსელი პენელოპასი, ოდისევსის ცოლის. ზოგადად ამათი ღმერთები ცოტა ისეთ მაგრები იყო რა, ეს საყვარლებიც ყავდათ, ვინვისთან გულაობდა, მოკლედ. რა ვიცი, როგორი ღმერთები იყვნენ. უზნეო და გაყვნილი ღმერთები. თუმცა
საინტერესო ის არის, რომ ერთმანეთიც აღარ აკმაყოფილებდათ ღმერთებს. ზოგი ჩამოდიოდა, ასე ვთქვათ, დედამიწაზე და ადამიანებთანაც ამყარებდნენ კავშირს, ადამიანებიც მოწონდათ, ლამაზი ქალები. თუმცა ღმერთები მარტო კაცები არ იყო, ქალებიც იყვნენ. ანუ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ვამბობთ, რა. ეს არის ცრუ ღმერთები, რა თქმა უნდა, ისინი არ არსებობენ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქალებიც იყვნენ ღმერთები, სქესი ჰქონდათ, ანუ კაცებიც და ზოგს მაგალითად ზევს დედამიწაზე მოეწონა ქალი, ჩამოვიდა, მასთან შვილი გააჩინა და იმ ბიჭს დაარქვეს სახელი ჰერაკლე. ანუ ნახევრად ღმერთი შვილი, ღმერთ კაცი. და რო იცოდეთ, აი ამ თამაში Assassin's Creed Odyssey-ში ჰერაკლესთან მოგვიწევს ზუსტად შებრძოლება. მოვა ეს დროც ცოტა შორს არის იქამდე, მაგრამ აუცილებლად შევებრძოლებით ჰერაკლეს. ესეც საინტერესო თამაში არის Assassin's Creed Odyssey. მოვედით ელპენორთან მიუტანოთ ახლა ეს სუდარა. Кассандра, дело сделано? Конечно. Отлично. Теперь саван твой. Он тебе не нужен? Но тогда зачем? Я обрел нечто более ценное. За твои труды, Мисти. Мне начинает казаться, что это была проверка. Возможно. Ты молодец, Мисти. Что скажешь, если я предложу убить полководца в Мегариде? Справишься и получишь вдвое больше. А, что скажешь? Тебе придется уплыть с Кефалинии так далеко, что можешь не вернуться. Я не убийца. Все бывает в первый раз. Что скажешь? Я берусь. Отлично. Тебе нужен корабль. Он у тебя есть? Конечно. Прекрасно. Надеюсь, крепкий? Это почему? Плавать по морю весьма опасно. Грядет война, и волк не на той стороне. Ты не разочаруешься. Как сделаешь все в Мегариде, встретимся в Факиде, в лагере паломников. გავაგზავნოთ აბა. ესე იგი ელპენორმა გვაჩუქა ეს სუდარა, რომელიც მიუტანეთ შენ კონდესო. და ახლა უნდა წავიდეთ და ერთი შეცდომა დაუშვი, რატო უთხარი ელპენორს რომ გემი გვაქვს თქო. ახლა უნდა წავიდეთ გემთ მშენებელთან. და დაველაპარაკოთ გემთ მშენებელს. შეცდომა ის იყო, რომ უთხარი გემი გვაქვს მეთქი და მე თქვა არა მაქვს, თქო იქნებ ჩუქნი და რა ვიცი. ახლა საჩალიჩოა გემი. Надо найти корабельщика. ჯობდა მე თქვა, რომ არ გვაქვს გემი თქო. ნუ კაი, სუდარა გვაჩუქა, რაღაც ერთ-ერთი არტეფაქტი. და ნახოთ ახლა აბა გემჩენებელთანაც მივიდეთ და დავილაპარაკოთ. აი, აგერ მივედით, ესეც გემთ მშენებელი. Отличный корабль, Телеменис. Кассандра! Так и есть. Корабль для хорошего капитана. Капитана при деньгах.
Мне очень нужен корабль. Каждому на Кефалине нужен корабль или место на нем. Еще бы, такая дыра. Мне ли не знать? Даже если купишь корабль, кто будет грести? Ты? Да я бы отдал левое яйцо, чтобы увидеть это. Это Кефалиния. Я всегда смогу найти того, кто готов рискнуть, лишь бы выбраться с этого острова. Моря сейчас опасны. Опаснее обычного. Это самоубийство. Немного от тебя пользы, Телеменис. Не знаю, поможет тебе это или нет, но по слухам вас с Маркосом ищет циклоп. Слухи ничего не значат. Не верь всему, что говорят. Кстати, еще говорят, что его корабль в заливе Клептос. Корабль, говоришь? Думаю, стоит наведаться в Клептос. Осторожней. Этот одноглазый варвар опасен. კარგი, უნდა წავიდეთ ახლა ციკლობთან. საბოლოოდ შევერკინოთ ამ ციკლობს, ვნახოთ საერთოდ ვინ არის ეს კაცი. და სწრაფი გადაადგილებით გადავადგილდეთ უცებ, დიდი დრო რო არ დავკარგოთ. და მოდი ასე გადავადგილდეთ, მაგრამ მომდევნო ვიდეოში ჩავწერ შეხვედრას ციკლობთან. ვინ არის ეს კაცი, ბოლო-ბოლო ვიხილავთ. საკუთარი თვალით რას წარმოადგენს ეს კაცი, ვინ არის, როგორ გამოიყურება. მოკლედ, თამაში საინტერესო ხდება თანდათან, ერთი ის რომ გავძლიერდით, რანგს თანდათან ვიმატებთ და საინტერესო აღჭურვილობა, იარაღები ხდება ხელმისაწვდომი და მთავარია რომ შინაარსი უფრო სხვანაირად მესმის ახლა, სხვანაირად გებულობ. და უფრო საინტერესოა. მაშასე შემდეგ ვიდეოში შეხვედრა ციკლობთან.